მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ. დღეს გონდა ანგარიშის ჩაბარება, შეჯამება, თუ რა გავაკეთეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იცოდეს და კონდეს წვდომა იმაზე, თუ რა პროგრამები არსებობს, რომ ვეხმარებით როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, ვინც საჭიროებს ჯერ კიდევ დახმარებას და დღეს მე ვთქვი აღნიშნულ პრეზენტაციაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ ეკონომიურად, წინ წავიდეს, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს და ოჯახი იყოს, ვისაც დაჭირდება სოციალური პროგრამები და ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამები. თუმცა სანამ არსებობს ამის აუცილებლობა, საჭიროება, იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი თითოეულ თბილისელს დაგიდგებით გვერდით და ყველანაირად ხელშეგიწყობთ. არ დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ. გაქვთ შესაძლებლობა გამოიყენოთ ის პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ჩვენ გვაქვს. ცხადია, ყოველწლიურად გვაქვს ახალი საინტერესო მიმართულებები და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად საზოგადოებას ამ ყველაფერზე ვესაუბრებით და ვაწვდით ინფორმაციას. თქვენ იცით, რომ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესება, საცობებიდან განტვირთვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვახორციელებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს. როგორც იცით, სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ დავიწყეთ 2017 წელს მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, საკმაოდ რთული, შეიძლება ითქვას ასევე მტკივნეული რეფორმის განხორციელება, თუმცა მინდა თბილისელებს მადლობა გადაუხადო ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. რეფორმა ცხადია გრძელდება. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ მიზნისკენ კიდევ ერთი გადადგმული მორიგი ნაბიჯი, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოხტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, რომლის სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის პარკლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, ახალი ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, რომელიც არის უნძიმე მდგომარეობაში, ასევე გზის სავალი ნაწილი მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დამონტაჟდება ახალი ჭკვიანი შუქნიშნები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას. გარდა ამისა, ქვეითა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება, რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქვეითად გადაადგილდება. სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად ნაწილობრივ შეიზღუდდება. სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულებული იქნება მთლიანად. პროექტის ჯამური ღირებულება გახლავთ 2 მილიონი ლარი. ასეთი კვანძების მოწყობა, მოწესრიგება არის მნიშვნელოვანი. კარგი მაგალითი არის ვეფხი და მოყმეს მიმდებარე ტერიტორია, როგორ გაიზარდა გამტარ უნარიანობა, ასევე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი კვანძები, სადაც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები. რადგან ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მინდა ასევე გაცნობოთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროსადგურების რეაბილიტაცია განახლებასთან დაკავშირებით. ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჩვენთვის, რადგან მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი გზავრი გადაყავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, გვაქვს მეტროსადგურები ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს განახლებას, მოწესრიგებას
მთელი რიგი პრობლემები არის ამ მიმართულებით, იმიტომ რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს კომპანიები, ვისაც აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით, თუნდაც პროექტის განხორციელების, თუნდაც შესასრულებელი სამუშაოების და იცით რომ EBRD-სთან ერთად თანამშრომლობთ, გვაქვს უკვე გადადგმული ნაბიჯები და მოგაწვით ინფორმაციას, რომელიც ეხება 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციას. პროგრამის პირველ ეტაპზე უკვე დაიდო ხელშეკრულება ესპანურ, იტალიურ კონსორციუმთან, რომლის ფარგლებში მომზადება მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტი. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 მილიონ ევროს დაღიგეს გარეშე. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერის შესყიდვას. შეგვეძლება ამის შემდეგ უკვე უშუალოდ სამუშაოებზე გამოვაცხადოთ ტენდერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია 12-ვე სადგურზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მთლიანად 12-ვე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში შეადგენს 55 მილიონ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ შევძლებთ უკვე უცხოური კომპანიების ჩართულობით, მათ ამ მიმართულებით აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, როგორც არის მეტროსადგურების განახლება. სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა არსებობს პრიორიტეტები. მაგალითისთვის გეტყვით, მოცემულია ისეთი სადგურები, როგორიც არის გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი და სხვა სადგურები. 12 სადგური მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული. რადგან საუბრობთ მეტროსადგურებზე, როგორც იცით, მეტრო ვარკეთილის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. მე საზოგადოებას ეტაპობრივად ვაწვდიდი ინფორმაციას და ვაყენებდი საქმის კურსში. აღნიშნული შეფერხებების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული ასბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ. მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში დამატებით განხორციელდა მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგრადობის ლაბორატორიული შესწავლა, თაღის მიღრმა სივრცეების სრული გეოტექნიკური სკანირება, მთლიანად დეტალურად იქნა შესწავლილი არსებული თაღი, რომელიც დღეს არის იმ ჩამონგრევის შედეგად დატოვებული. საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრე დეტალების მდგომარეობის შესწავლა მოხდა დეტალურად. კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული, დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა, დამუშავება, თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნოლოგიური ხსნარებით შევსება, დაჭირხნა. ანუ დღეს არსებული თაღი, რაცა გვაქვს, მთლიანად არის სარეაბილიტაციო და რომ ვიყოთ დაცულები პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად, დაქირავებული ექსპერტების მიერ მითითება არის მიღებული, რომ აუცილებელი არის ამ დაჭირხვნით სამუშაოების ჩატარება, რომ შემდეგ უკვე არსებულ თაღზე, როდესაც ჩატარდება შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და მოეწყობა შესაბამისი ჭერი, იყოს გამძლე და იგივე ის სავალალო და უბედური შედეგი არ მივიღოთ, რაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჭერი ჩამოინგრა. შესაბამისად, უსაფრთხოება და პრევენცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასევე უნდა გითხრათ, რომ ამ კვლევების შესაბამისად გაკეთდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრის დეტალების სრული რეაბილიტაცია და განახლება. რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა შეპესე პრობილდ ექსპერტმა
უცხოელი ექსპერტების და სპეციალისტების ჩართულობით, ბევრჯერ მithkoms და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ საქართველოში არ შემოგრჩა და არ ყავს ძლიერი სპეციალისტები, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდნენ. პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც გზავრების მოძრაობის პირობებში უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით, რომ ჩატარდეს ეს სამუშაოები, დავიცვათ უსაფრთხოება და რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ ყველა შესაბამისი პროექტით გაწერილი სამუშაოების შესრულება და შემდეგ უკვე გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა ამ სამუშაოებისთვის, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი. მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბრის თვეში არის განსაზღვრული. მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული. ახლოვდება ეროვნული გამოცდები და მინდა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვო. მივაწოდო მათთვის საჭირო ინფორმაცია საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად. მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება 2025 წლის 3 ივლისიდან 1 აგვისტომდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ საგამოცდო პერიოდში აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება. საგამოცდო დღეებში ავტობუსები საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელ მარშრუტებზე იმუშავებენ დილის 6 საათიდან საღამოს 20 საათამდე და მგზავრებს მოიმსახურებიან სტანდარტული ტარიფით. ჩემი თხოვნა იქნება მთავრობის თომის შემდეგ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას თუ რა მარშრუტებზე არის საუბარი და რა ნომერი ავტობუსები იქნება განსაზღვრული აღნიშნული მიმართულებებით. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ დღესასრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა.